ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მედიატურის პარგლებში ჩვენი ჟურნალისტი სოფელ ქვიშხეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნო. სოფელში 2 წელია სარკინიგზო მაგისტრალის მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების დროს კი სამშენებლო მოედანზე აფეთქებები ინტენსიურად ხორციელდება, რაც მოსახლეობის მტკიცებით სოფელში მცხოვრებთა სახლებს ანგრევს. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს რკინიგზაა კომპანია ხელშეკრულების პირობების გასაჯაროვებაზე უარს აცხადებს. საქართველოს მთავრობაში კი უქმე დღეების გამო განმარტებების გაკეთებას თავს არიდებენ. ეს იყო პატარა ბზარი, სულ არ იყო შვილი, აი მაღლა, მარტო მაღლა. ახლა წამოვიდა აქეთა და ხედავთ რომ ჩადის ბოლოში სულ. საკურორტო სოფელს, რომელიც ზაფხულობით დამსვენებლებით ივსება, წელს შესაძლოა არავინ ესტუმროს მიზეზი, რამაც დამსვენებლები დააფრთხო, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო მიმდინარე აფეთქებებია. აფეთქებების შედეგად საცხოვრებელი სახლების კედლები ზიანდება. სოფლის მოსახლეობა განსახლებას ან სახლების გამაგრებას ითხოვს. ეს გვირაბი რაც მიდის, ვართ ამ ხრევაში. ყოველ დილით 8 საათზე არის აფეთქება და ჩვენ გარეთა ვართ უყველანი. ასე ზანზარებს სახლი. ტექნიკა აქ დადის ქუჩაში. და იქაც გარეთ ვერ გავდივართ, ბავშვები ყავს ეზოში გვეშინია. ასე სულ და კედელში როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენა, საინტერესოა. ყველა სახლები ზოგი იძირება, სახლი იძირება. ასე გადაყირავდა ქვემოთ სახლები, ეს სულ დაინგრა. აფეთქება იყო, 5 ბალი იყო აფეთქება, დღეში 7 და 8 ჯერ აფეთქებენ 5 ბალი. თანაც ასე კი ახანაობდა, ასე ისვრდა სახლს. მეშინია რომ ეს არ დაინგრეს ეს ბინა და ბავშვი არ მომიყვეს შიგ. ძალიან მძიმე ის არის სურათი. ისედაც ძველი ბინაა ეს და ამ აფეთქებების შედეგად კიდე უარესად დაზიანდა ეს. ადგილობრივების თქმით, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე გრუნტი გეოლოგებს არ შეუსწავლიათ. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ამის ვალდებულება ჰქონდა, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით შესრულდა კიდეც. დაჩი საგურიას მტკიცებით, ზარალის ანაზღაურება სწორედ ამ კომპანიას ეკისრება. მესამე მხარისთან დაკავშირებულ ყველანაირ ზიანზე პასუხისმგებელი არის რკინიგზის 23 ბიურო. აპირებს თუ არა დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამ საკითხზე ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს წარმომადგენლებმა მაცნესთან კომენტარი არ გააკეთეს. პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი საქართველოს რკინიგზისგან აკრძალული აქვთ. საქართველოს რკინიგზა ხელშეკრულების პირობებს საიდუმლოდ ინახავს. სოფელ ქვიშხეთის მოსახლეობა დავას სამომავლოდ სასამართლოს გზით აპირებს.